გამარჯობა, როგორ ხართ, მეგობრებო? სად დავიკარგე? სად ვიყავი? ზუსტად იგივე შემიძლია ვკითხო არსენალის ფანებს. რატომ არ იყავით გუშინ ემირეიტსზე? რა ფანობა იყო ეგ? კუთხურების დროს მაინც გეყვირათ გოლი. ჯეხო თელი თამაში ჩუბათ ვართ ხოლმე. და მე კუთხურების დროს რომ გოლი, მაგ დროს რომ ეგრე მაინც ეგულ შემატკივა, სიჩუმე იყო მთელი თამაში. როგორც ჩანს, რეალის გაგდება, ისე გაუხარდათ ლონდონში, ფეხბურთელებიან ფანებიანად, ემოციებისგან დაცლილი იყვნენ. არც ტრიბუნებზე იყო ცეცხლი, არც ფეხბურთელების თვალებში. არსენალი პარი სენ-ჟერმენის წყვილში ექსპერტების შანსებს თანაბრად აფასებდნენ, მაგრამ რომის პაპის გარდაცვალების შემდეგ არსენალი ჩემპიონთა ლიგის გამოკვეთილ ფავორიტად იქცა. ინგლისელმა ჟურნალისტებმა დათვალეს და იმ წელს, როცა პაპი კვდება, ჩემპიონთა ლიგას ინგლისური კლუბი იგებს. 1978-79 წლების სეზონში გარდაიცვალა იოანე პავლე I და ჩემპიონთა თასი მოიგო ნოტინგემ ფორესტმა. 4-5 წლების სეზონში გარდაიცვალა იოანე პავლე II და ლიგა ლივერპულმა მოიგო. 20-22-23 წლების სეზონში გარდაიცვალა ბენედიქტე მე-16 და ლიგა მანჩესტერ სიტიმ მოიგო. და ეხლა ამ სეზონში გარდაიცვალა ფრანცისკე და ჟურნალისტებმა უეჭველი არსენალი იგებს. ნახოთ, განმეორებითი მატჩი წინაა, რა თქმა უნდა, ჯერ არაფერი დასრულებულა, არსენალს შეუძლია მოატრიალოს, ისიც აღნიშნოთ, რომ ის ერთ-ერთი პაპი გადამდგარი პაპი გარდა მოქმედი არ იყო სიტიმ როცა მოიგო, მაგრამ ეხლა ეს დეტალებზე არ არის ჩაყოლა აუცილებელი. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების ისტორიაში პირველი ქართული საგოლე მოქმედება ვიხილეთ, მეგობრებო, კვარას ასისტი დემბელეზე. მანამდე იყო პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, კვარას გოლი ასტონ ვილასთან. ბევრი რაღაც მოხდა პირველად. ისე საფეხბურთო ქვეყანა ვართო, რო ვლატაობთ. რა ის საფეხბურთო ქვეყანა ვართ? 70 წელია ჩემპიონთა ლიგა არსებობს და ნახევარფინალში პირველად დავაგორეთ ბურთის საგოლით. ჩვენ რა კვარამ დაუგორა, მაგრამ 70 წელიწადში რომ პირველად გუშინ მოხდა რაღაცა ცოტა საფეხბურთო ქვეყანა, ისეთი ხმამაღალი ტერმინია. იმედია წელსვე დაფიქსირდება პირველი გოლი ნახევარფინალში და პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ამის მერე ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ საფეხბურთო ქვეყანა. მერე ვთქვათ. მანამდე გამოიწერეთ უჯარი, მოდ ეს ვიდეო დაალაიქეთ, ზარისღილაკი ჩართეთ და გოლიც იქნება და ყველაფერი იქნება ლაპასად. ძალიან მაგარი მატჩი ქონდა კვარას არსენალთან. მოდი მე არ დავიწყებ ხუჩას ქებას, ლიზარაზუ, კაპელო, დელ პიერო და ეგეთი ხალხი აქებს მე რა უნდა დავამატო ეხლა რა. ვინ დაწერს ეხლა რომ კაპელო და ჯავახამში აქესო ისო რა ქვია. კვარა არ გამიყვანენ მაგ იმაში რა ქვია. ამიტომ იმათი წავიკითხოთ. კვარას აზროვნება ძალიან მომწონს. მას ერთი დიდი პლუსი აქვს. თავის ფლანგზე მყოფ მცველს ყოველთვის ეხმარება და თავის საქმეს იდეალურად აკეთებს, რაც მცველისთვის და ყველა მოთამაშისთვის ძალიან დიდი კომფორტია. განაცხადა ლიზარაზუ. თვითონაც მარცხენა მცველი იყო. და კარგად იცის, რას ნიშნავს შენი ვინგერი რო არ ჩამოდის შენს დასახმარებლად და მოეწონა რა რომ რა კაიაო რო გეხმარებაო წინო კაციო რა. თავის გულის ტკივილიც ამოთქვა. ტიმბერი კვარაცხელიას ვერ უმკლავდებოდა. მას და არსენალის სხვა ფეხბურთელებსაც რამდენიმე სულელური ფოლი ჰქონდათ. ეს უკვე ზეედორფის სიტყვებია. ჩემი აზრით, მოედანზე საუკეთესო კვარაცხელია იყო. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან აქამდე არასოდეს მინახავს მისგან ამდენი სირბილი. ეს უკვე ფაბიო კაპელო არის. კაპელოს ეხა ფეხბურთი ესმის. როცა კვარა ბურთს იღებს, ბურთთან შეხებასა და მეტოქეზე წასვლამდე ალბათ წამის მეათედი გადის. რას ცისწრაფით მუშაობს მისი ტვინი? ეს უკვე დელ პიეროა. დელ პიეროსაც გაიგება რაღაცა. ხო და მე რაღა უნდა ვთქვა ეხლა, რა უნდა დავამატო? პრინციპში რატო არა? სად იყვნენ ესენი? მე რო ვიძახდი, საოცრება იზრდება, მიაქციეთ ყურადღება მეთქი, მაგრამ მომისმინა ვინმე? ხო და ეხლა გადაიხადონ 200 მილიონი და
და იმათომ ყვარა და მე როცა ვიძახდი, წაიყვანეთ, მაშინ იყო 17-ის და მაქსიმუმ მილიონი დაჯდებოდა მისი ტრანსფერი. ასე რომ მეც ვიმსახურებ კაპელოს გვერდით მოხსენიებას. ბოლოსთვის შემოვინახე Daily Mail-ი. ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი წერს: ყვარაცხელიამ არსენალი ნაწილებად დაშალა. მისნაირი ფეხბურთელი არასოდეს გვინახავს. Daily Mail-ი ეხა ის არ არის, რა ქვია, ხელწამოსაკრავი გამოცემა, ხა არც BBC არ არის, მაგრამ კარგი ესეთი თან ბევრი ინგლისელებს ეხა იმდენი კარგი ფეხბურთელი უნახავთ, რომ ესეთი განცხადება ესეთია, უცნაურიც არის. ჩემი აზრით რონალდუმ რო წაიკითხოს ეს სტატია გაგიჟდება. ყვარაზე უკეთესი არ გინახავთ? რატომ გადაირია ყველა ყვარას თამაშით? რა ქნა ახლა ყვარამ ისეთი, რაც აქამდე არ უნახავთ, ხო? საქმე ისაა, რომ ყვარა მოედნის ორივე ნახევარზე ტოპ პერფორმანს დებს. შეტევაშიც ტოპია და დაცვაშიც. ასეთი მოთამაშეები კი თითქმის არ არსებობენ. კალათბურთი რო ავიღოთ. არსებობენ კალათბურთელები, რომლებიც შეტევაში უკეთესები არიან, ვიდრე მაიკლ ჯორდანი იყო. ხო, ბევრზე ამბობენ, ხო, რომ უფრო მრავალფეროვანი შეტევითი არსენალი აქვს, თქვა დურანტს, ხო, ვიდრე ჯორდანს რა. ან თუნდაც ჯეიმს. მაგრამ ის გენიოსი იყო როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ერთნაირად რა. ჯორდანს კი არ ვადარებ ყვარას, მაგრამ ისე მაგალითისთვის ვამბობ რა, რომ ერთნაირად ტოპია ყვარა, უკანაც და წინაც რა და ესეთი რაღაცა ძალიან იშვიათია ტოპ შემტევებს შორის და ამიტომ არის ყველა გაგიჟებული ყვარაზე რა, თორე ხა ნეიმარი რომ მაგარი შემტევია ყველამ ვიცით, მაგრამ დაცვაში შეიძლება შეუძლია კიდეც, მაგრამ როდის ჩამოვიდა ბოლოს. მოკლედ, წარმატება Paris Saint-Germain-ს, დაველოდოთ განმეორებით მატჩს. Barcelona Interi დაიწყება საათი არ მაქვს და რას დავხედე არ ვიცი, მაგრამ Barça Interi დაიწყება მალე და ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი ვინ მინდა ფინალში. ალბათ მაინც Barcelona. დიდი პატივისცემა Inter's, საოცარი გუნდია, მაგრამ ჩემი აზრით ამ წუთას დედამიწის საუკეთესო გუნდები არიან Paris Saint-Germain და Barcelona. შესაბამისად ფინალში ვისურვებდი ორ საუკეთესო გუნდს და დაე უძლიერესმა გაიმარჯვოს. ჩემი ლოგიკა ეგრე ჩამოვაყალიბე რა. Barça-ს თუ მოუგებ ფინალში, ეხა ვერავინ წამოგაძახებს, რომ აი ისეთი დაუმსახურებელი ლიგა მოიგე. ანუ Barça-საც რო არ შეხვდები და Real-საც და ისე იგებ ლიგას, ისეთია რა, დაგამადლიან რა. ეგრე ჩემპიონთა ლიგაა რა. ვიღაცას დაე ფინალმა შენ არ გეწყინოს Barça-ზე. ვინც მაგარია, იმან მოიგოს. მოდი გადავიდეთ ევროპის ლიგაზე. ამ სეზონის დასაწყისში ორ რამეს ვერ წარმოვიდგენდი სიზმარშიც კი. ევროთასებზე ბოდო გლიმტი უფრო დიდხანს შემორჩებოდა ვიდრე რეალი. ამას ვერ წარმოვიდგენდი და მეორე რასაც ვერ წარმოვიდგენდი, ევროთასებზე მანჩესტერი უფრო დიდხანს შემორჩებოდა ვიდრე რეალი. და ბოდო გლიმტზე კიდე ვიფიქრებდი ახლა. მაგრამ მანჩესტერი გამიკვირდა. მანჩესტერი თუ გავა ფინალში, კვირდებით ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფინალზე წავიდე და იქედან კაი ვლოგი ჩამოვიტანო. ბილბაოშია ხო ფინალი? აღარ მახსოვს სადა არ ვარ, სადნა იყოს ეხლა რომ ვერ ჩავიდე ეგეთ ადგილას. მანჩესტერის აქციებსაც დავამატებ თუ ფინალში გავა მანჩესტერი იუნაიტედი. იმიტომ რომ ევროპის ლიგის მოგებით ხო ჩემპიონთა ლიგაზე გადიხარ. ეგ ხო გარანტირებული 150 მილიონია. და ცოტა ამოვისუნთქავთ ფინანსურად. მოდი ბოდო გლიმტზეც ვისაუბროთ. წინა წლებშიც აღფრთოვანებული ვიყავი ამ გუნდით და ახლა ხო საერთოდ ევროპის ლიგის ნახევარფინალშია პატარა ქვეყნის, პატარა ქალაქის, პატარა გუნდი. დინამოზე ეტევა 45,000 ადამიანი, 42,000 კაცი ცხოვრობს ბოდოში. ქალაქში. ბოდო გლიმტის სახელფასო ბიუჯეტი 20-24 წელს იყო 7 მილიონი ევრო. იქ მაღალი გადასახადებია, თორე ნეტს ხელფასებს თუ დავითვლით, ბოდო გლიმტის სახელფასო ბიუჯეტი და ქუთაისის ტორპედოს სახელფასო ბიუჯეტი დაახლოებით თანაბარია რა. ბოდოში ძალიან კაცრი კლიმატია, არაა მარტივი კარგი ფეხბურთელების ჩაყვანა, ვერც ჩაყავთ. ძირითადად ნორვეგიელებით არის გუნდი და დანიელები, რამდენიმე დანიელი ყავთ, ერთი რუსი და სულ ნორვეგიელები რა. ხო და
აი ქუთაისში, ბათუმში, თბილისში ცხოვრებაზე გაცილებით მარტივად დაითანხმებ კარგ ბრაზილიელს, ესპანელს, პორტუგალიელს, ვიდრე ბოდოში რო ჩაიყვანო რა. ანუ არ არის რაღაც სასწაული და წარმოუდგენელი, რომ საქართველოშიც გავაკეთოთ ძლიერი კლუბი. მოკრძალებული ბიუჯეტითაც თურმე შესაძლებელი ყოფილა ამ ხელა წარმატების დადება. თან ჩვენ არ ვითხოვთ ევროპის ლიგის ნახევარფინალში გასვლას და ლაციოს გამოგდებას. ჩვენ ვითხოვთ, რომ აგვისტოშივე არ დავამთავროთ ხოლმე ევროტურნირებზე გამოსვლა რა. ივლისის დასაწყისში ვიწყებთ და აგვისტოში ვამთავრებთ ხოლმე რა. ხო არ ვამბობ რომ მაისამდე მოვიდეთ ნახევარფინალში გავიდეთ და რაღაც. ეს სექტემბერი. რაღაცა ოქტომბერი რა. წარმატებები მინდა უსურვო ბოდოს. მართლა გულით გულშემატკივრობ. ფინალში თუ გავა, ბოდოში ჩავალ და ერთ ეპიზოდს იქედან გადავიდე. არა, აქციები არ იყიდება. არა, ფინალში გასვლა რა არის ეხლა? ტოტენჰემს თუ არ მოუგეა, რა ის გუნდი ხარ. თუ მოიგებს ევროპის ლიგას, ბოდოში ჩავალ და იქ ზეიმს და მთელ ქალაქს და რაღაცას. ახლა კი რუბრიკა სტატისტიკის მოყვარულთათვის. მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგის ტოპ 5-ის გუნდებთან პარი სენ-ჟერმენს უფრო მეტი მოგება აქვს, ვიდრე მანჩესტერ იუნაიტედს. მანჩესტერმა ერთი თამაში მოიგო ტოპ 5-ის გუნდებთან. სიტის მოუგო მარტო და ამან ასტონ ვილა, არსენალი, სიტი, ლივერპული. რომის პაპის თემას უნდა დაუბრუნდეთ, მეგობრებო. ამ რუბრიკაშიც უნდა შევეხოთ. ამჯერად იტალიელებმა შემოგთავაზეს საინტერესო მიგნება. ნახეთ, 1958 წელს აველინო, საფეხბურთო კლუბი აველინო გადავიდა სერია C-ში, დაწინაურდა სერია C-ში და იმ წელს გარდაიცვალა რომის პაპი პიუს მე-12. 1963 წელს აველინო სერია B-ში გადავიდა და გარდაიცვალა იოანე 23. 1978 წელს აველინო სერია A-ში დაწინაურდა და ერთი წლის მანძილზე ორი რომის პაპი გარდაიცვალა. პავლე მე-6 და იოანე პავლე I. 2005 წელს აველინო სერია B-ში გადავიდა, ნუ იმის რაღაც მოხდა და სერიაში გადავიდა და გარდაიცვალა იოანე პავლე II. ამ წელს აველინო სერია B-ში დაბრუნდა და ფრანცისკე გარდაიცვალა. ანუ აველინოს წარმატებაო, იტალიელი ჟურნალისტები გვეუბნებიან, ვერაა კარგი ამბავი რომის პაპებისთვის. ამიტომ ძალიან ჭკვიანი კაცი გამოდგა ბენედიქტე მე-16. 2013 წელს აველინო კიდევ ერთხელ ამოვიდა სერია B-ში და ბენედიქტე გადადგა. ამათ მოვაკვლევინე. გაერიას თავი დამანებეს. ეს სტატისტიკები მოგვაწოდა უშომ. მე არ გადამიმოწმებიას, რამდენად მართალია, ჩემი აზრით ვერ მოიგონებდა ამას, მაგრამ თუ კი რამე შეცდომა იყო, დაუკავშირდით უშოს. შემდეგი სტატისტიკა არის საფეხბურთო სექსუალური ხასიათის. ნოტინგემის თამაშზე არ შეუშვეს მსოფლიოს რეკორდსმენი ბონი ბლუ. ქალბატონმა ბონიმ ახლახანს მსოფლიო რეკორდი დაამყარა, 24 საათში 1000 მამაკაცთან ჰქონდა სექსი. ეგეთი რეკორდი დაისახა მიზნად და წარმატებით შეასრულა. უფრო სწორად 1047 მამაკაცთან ჰქონდა სექსი 24 საათში. 57 კაცი გინდიქით იყოს, გინდაქეთ იყოს. 1000 კაცი ვთქვათ. არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ბონი ეს ქალბატონი არის OnlyFans-ის მოდელი. ბოროტიანები ამბობენ ბოზიაო, მაგრამ რავი, ოფიციალურად OnlyFans-ის მოდელი არის, რავი, ეგრე წერია რა. მეზობლები ბოსზე ძახიან. ხო და ამ ბონიმ გამოაცხადა, რომ ნოტინგემის თამაშზეო მოვდივარო და თამაშის მერეო ყველას გვპირდებითო კაი გართობასო რა. ხო და არ შეუშვეს სტადიონს. თუ გავითვალისწინებთ იმ ამბავს, რომ ნოტინგემის სტადიონზე 30000 ადამიანი ეტევა, ცოტა წარმოუდგენელია და ვერ ხვდები რა გეგმა ჰქონდა ბონის, იმიტომ რომ რეკორდი როგორც გითხარით 1000 კაცია
24 საათში და ვინაიდან 1000 კაცი აქვს რეკორდი 24 საათში. მე ვთავაზობ ჩამოვიდეს გაგრა გარეჯის თამაშზე. სამ-სამჯერ ჩაეხუტება ყველას ვინც სტადიონზე არის არ დარჩება უყურადღებოდ არა 30000-იან სტადიონი ახლა ნამეტანი არის რა. ამ რეკორდის გათვალისწინებით მე ვთავაზობ ეროვნულ ლიგას. მობრძანდეს ყველას ეყოფა. ყველას ეყოფა ცოტა სექსისტურად გამომევიდა. რა თვითონ თქვა ეს თვითონ აქვს ეს რეკორდი და უნდა გავაუმჯობესო და რაღაცა მე რა შუაში ვარ. სტატისტიკის მოყოლთით. და დღეისთვის ბოლო სტატისტიკა მოგიმზადეთ, რომელსაც აქვს წინაპირობა, წელს კვარამ უნდა მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ეს თუ მოხდება, კვარას CV იქნება დედამიწაზე გამორჩეული და საოცრება. იტალიის ჩემპიონი, საფრანგეთის ჩემპიონი, საფრანგეთის თასის მფლობელი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი. სოფლიოს საკლუბოც კი ბატონო, სოფლიოს საკლუბო და საქართველოს ვერცხლის მედალი. საქართველოს ჩემპიონატზე ეგრე არ წამოკრათ თქვენ ხელი რა. ტორპედო ამდენი ხანია წვალობს, ფულს ხარჯავს, სახო ჩამოიყვანა, PSG-ს კაპიტანი იყო კაცი. კვარა PSG-ში სახო ტორპედოში სამყარო ესეთი არის. მაგრამ ეროვნული ლიგა შეიძლება ესე ვერ მოიგო რა. არა, მე კვარას ადგილას ესე მოიქცეოდი რა. ყველაფერს რომ მოვიგებდი, მე რეალშიც გადავიდოდი ახლა ოცნება რეალშია, ხო? იქაც ყველაფერს მოვიგებდი და 1-25 წლის ასაკში ჩამოვიდოდი აქ და საქართველოს ჩემპიონობას დავდებდი რა, იმიტომ რომ არ გამოვა დიდი ფეხბურთელი ვერ იქნები. ელიგა თუ მოგებული არა გაქვს ეროვნული ლიგა, არაფერი არ გამოვა ისე რა. ახლა წარმოიდგინე, მესის რომ სოფლიო არ მოეგო და ისე წასულა, ხო რამხელა ხინჯი იქნება. ეგრე ეროვნული ლიგაც ეგრე არის რა. ამით სტატისტიკები დასულდა, მაგრამ უჯარიმოდ გრძელდება. და კიდევ ერთი რუბრიკა მეგობრებო, ჩემი ChatGPT-ის მოფიქრებული ხუმრობები. როგორც იცით, მე დავიწყე ChatGPT-ის გაწვრთნა ხუმრობებში, მაგრამ იმის მერე აღარ მიქნია არაფერი. კაიხანი აღარ გვივარჯიშია ხუმრობებში. თუ არ მოგეწონებათ, იცოდეთ რომ ChatGPT-ის ბრალი არ არის, მე ვეღარ მივაქცია ყურადღება. ასეთი ხუმრობები დაგვიწერა ChatGPT უჯარიმოდმა. ბოდო გლინტმა დღევანდელი გაცემის თემები მივეცი რა. და ეს ხუმრობები დააგენერირა. ბოდო გლინტმა რომ ევროპის ლიგა მოიგოს, მთელი ქალაქი გარეთ გამოვა და ერთ პიკნიკს მოაწყობენ. ეგრე ჩააჭირა რა პატარა ქალაქობაზე ეგრე ჩააჭირა. ინგლისელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ იმ სეზონში, როდესაც რომის პაპი კვდება, ჩემპიონთა ლიგას ინგლისური კლუბი იგებს. ნუ, ტოტენჰემის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ევროპის ლიგა. ყველასთვის ჩემპიონთა ლიგა არ ხარ, ტოტენჰემისთვის ესეთი ამბავი. ტოტენჰემზე მე მივაჩვია ხუმრობებს, სხვათა შორის მე ჩემგანში აჩვია ენა ტოტენჰემს. შემდეგი ხუმრობა ესეთი მოგვიბზადა. ბოდოში თუ სტადიონზე გინდა ფეხბურთის ყურება, ბილეთის ქონა არა აუცილებელი, შეგიძლია უბრალოდ პირადობის მოწვევა აჩვენა. ყველას რო იცნობს პატარა ქალაქია რაღაც. მაინც ესეთი ChatGPT-ური ხუმრობა. შემდეგი ChatGPT-ის იუმორი. როდესაც ჰარი კეინი თავის პირველ ტიტულს მოიგებს, ვარი აუცილებლად გადაამოწმებს. ძალიან მალე მოხდება ეგ ამბავი. და ბოლო ხუმრობა დღეისათვის, რაც ChatGPT-მ შემოგთავაზა. ჰარი კეინის და ბაიერნის საჩემპიონო ზეიმს ტოტენჰემის ფანებიც დაესწრებიან. ჰარის სიხარული მაინც გაიზიარონ რა. ტოტენჰემზე ესე იგი ძალიან კარგად ყავს გაწვრთნილი, ზუსტად იცის სად უნდა ეღადაოს. კარგად ეტლიკინება ტოტენჰემს. კიდე რაზე გინდათ რომ გამოუწუთნა, შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ და იმ თემაზე ხუმრობებში ვავარჯიშებ უჯარი მოდის სპეციალურ ChatGPT-ს. ეხა კი გამარჯვებული. რისი? ერთადერთი მაისურის საქართველოში, რონალდინიოს ფლუმინენსეს ერთადერთი მაისური საქართველოში
ჩემი აზრით რონალდინიოსაც არ აქვს ეს მაისური. ხო და ChatGPT-მ კი არა და უნდა გამოვავლინოთ რენდომაიზერით. წავედით და გამოვავლინოთ. მეგობრებო, მე ხა წინა ეპიზოდის ლინკს ჩავაკოპირებ PK Winner წერტილი კოზე, არ ვიცი რა საიტია, შეიძლება აფეთქდეთ ამის მერე. მოვიდეთ, თქვენ სახში ნუ გაიმეორებთ მაინც. ეს არ გვინდა და ჩავტვირთოთ. იყო 300-ზე მეტი კომენტარი იყო. არ მეგონა ნამდვილად თუ რონალდინიოს ფლუმინენსეს მაისურის მოგების ამდენი სურველი იქნებოდა. 351 კომენტარი ჩაიტვირთა და გამარჯვებული არის დათო ნესტა. AI უმაგრესი იყო. წინა გადაცემაში ქონდა დებიუტი AI-ის რუბრიკას და დათო ეხლა შეგვიფასე აბა ChatGPT-ის ხუმრობები. ნესტა რონალდინიოსთან გუნდელი იყო მილანში, მოგეხსენებათ და მიხარია რომ ეს მაისური საფეხბურთო ოჯახში რჩება. თუ კი ვინმეს გაქვთ ისეთი მაისური, კაციშვილმა რო არ იცის რომ არსებობს, შეგიძლიათ მოგწეროთ და თქვენი სახელით გავათამაშებთ. გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები, მეგობრებო. რო არ ჩანდით ეგრეც არ არის რომ წამოწოლილები ვიყავით, რაღაცები დავგეგმეთ და შემდეგ ვიდეოში მოგიყვებით რეებს ვაპირებთ. მანამდე არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, ზარისღილაკი ჩართეთ და აბა დროებით. მადლობა ყველას.